მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი ბლოგი, უბრალოდ აგახსენოთ, ახალი აქ არაფერი არ არის. გამომდინარე იქედან რომ ჩემს გვერდზე მომრავლდა ძალიან მეგრულ ენაზე მოლაპარაკე იდიოტების კომენტარები, ლანძღვაგინებით, 1000 სიბინძურების დაბრალებით, თურმე მე სამეგრელო და მეგრელები მეზიზღება და მეგრული ენა მეზიზღება. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ახლა ავადმყოფი ადამიანების თავში რა იხარშება და არავისთან ახსნა განმარტება არ მაქვს გასაკეთებელი. ჩემი ძმანაფიც მეგრელები გაცემდნენ ალბათ ამ საკითხს ყველაზე უკეთესად პასუხს. მე რა დამოკიდებულება მაქვს სამეგრელოსთან, მეგრელებთან და მეგრულ ენასთან და მიმფურთხებია საერთოდ იმ ქართველისთვის, რომელიც საქართველოს კუთხური ნიშნით დაყოფას ახდენს და მithumetes ადამიანების კუთხური ნიშნით დაყოფას ახდენს. ცალკე თემა არის, ალბათ რაღაც ავადმყოფთა ჯგუფმა გადაწყვიტეს რამოდენიმე ჩემი ვიდეო არის, როდესაც ზოგიერთი იდიოტი მეგრელი ითხოვდა სამეგრელოს საქართველოსთან გამოყოფის ინიციატივას და გადაწყვიტეს ალბათ რომ ჩემი პიროვნების გასაშავებლად თუ გასაბანძებლად თუ რა ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ახლა მეგრელები დარაზმონ და მოკლედ ბევრ ლაპარაკს არ გავაგრძელებ. მინდა ერთი მარტივად გავცე ყველა კითხვას პასუხი, რომელიც არის გამსერის. პირადად ჩემი აზრი არის და ჩემი სურვილიც არის, რომ ქართულ სკოლებში მეგრული და სვანური ენა ნებაყოფილობით ისწავლებოდეს და ამაში დასამალი არაფერი არ არის. მე არ ვიცი საიდან მოაქვს გავსი იდიოტიზმები ჩემ მიმართებაში, მაგრამ ეს ჩემი სურვილი არის და ყოველთვის იყო ეს ჩემი სურვილი, რომ ქართული ენა, რომელიც იქნა სამი ენის შერწყმით ჩამოყალიბებული, მეგრული, სვანურის და ქართული ენის უпростоრად, იბერიული ენის, არ დაიკარგოს არც ერთი ენა, მithumetes ისეთი ძვირფასი და მდიდარი ენები, როგორიც არის მეგრული და სვანური და ეს ნებაყოფილობით ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სეპარატისტების და სეპარატიზმის მიმართ, ახლა თავადვე ნახეთ რა არის ამ ყველაფრის საფუძველი და თუ ჩემი პოზიცია არ მოგწონთ, რა ვიცი, დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, თუ თქვენ სხვანაირად მოიქცეოდით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. თუ შეიძლება ნახეთ ბლოგი ბოლომდე და დააფიქსირეთ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მეგრელები. დღეს თუ ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვს. ჩვენ უნდა გავაღვიოთ ეროვნული შუღლი, ომი უნდა დაიწყოს აფხაზეთში, ამის შემდეგ კი სამეგრელომ და სვანეთმა უნდა მიიღოს ავტონომია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ქართველები არიან ჩამოსახლებულები. უნდა შევქმნათ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთან დაძაბულობა, რის შემდეგაც ჩვენ შევასრულებთ მშვიდობის ყოფილის როლს. 1961 წელი მიხაილ სუსლოვი, ЦК KPSS-ის შეკრება. ეს სიტყვები და ეს გეგმა სუსლოვის გეგმით იყო გაწერილი საქართველოს მიმართულებას. როგორც ხედავთ, ნაწილობრივ მისი გეგმა ახდა. აფხაზეთი ოკუპირებულია. დღეს კი 2019 წელს მოღალატე ქართველები ვეუბნებიან, რომ თურმე სამეგრელოც საქართველოს ნაწილი არ არის და რომ ის უნდა გამოიყოს ერთიან საქართველოს. თუმცა ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ქარტიის ქვეშ, მხოლოდ მეგრული ენის განვითარების საფუძვლით, შემდეგ კი ჯერ პოლიტიკური ავტონომიით, ხოლო შემდეგ სახელმწიფო დამოუკიდებლობით. ეს მოღალატე ადამიანი არის იური ღვინჯილია, სამეგრელოს მკვიდრი, რომელიც ცხოვრობს ზუგდიდში და უპრობლემოდ მართავს თავის აქციებს და მოთხოვნებს სამეგრელოს ტერიტორიაზე. ადგენს სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად. სამეგრელო სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით ქალაქი გალი, ქალაქი ოჩამჩირი, მდინარე კილასურამდე ჩათვლით.
სარგებლობთ რა ხალხთა გამორკვევის უფლებით, ღმერთის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ სამეგრელო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. სადაც ამ ხალხმა გამართეს ზუგდიდში აქცია, სადაც ისინი ითხოვდნენ ჯერ მეგრული ენის დაცვას ევროპული ქარტიის ფარგლებში, ხოლო შემდეგ სამეგრელოს პოლიტიკურ ავტონომიას. სიმბოლური არის, რომ ეს აქცია საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაიმართა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ იური ღვინჯილია და მისი მომხრეები არიან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ამ წუთში ჩვენ დავრეკავთ ღვინჯილიასთან, საქართველოს მტერთან და შევეკითხებით ერთი რა უნდოდა. იური მინდოდა ღვინჯილია. ერმილა გირეკავს ნემსაძე კითხულობდი დაგირეკია და კითხულობდი თურმე რაღაც პრობლემები გქონია ჩემთან მიმართებაში. ხო, მე ვარ აზიმუტის ერთ-ერთი ადმინისტრატორი. გისვენ დაბა რა გნებავთ? არაფერი ბრატ, თქვენ დიღალი თუ არა ის კაცები. კი, მე ვიყავი და შენ ის ადამიანი არა ხარ სამეგრელო საქართველოსთან გამოყოფა რო გინდა? დაიგე ეს. ერთი წუთი მომისმინე კარგად. ის რო შენ ახლა გარეთ ახარ და ამდენს ბედავ. ესა ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის უშიშროების მინუსი. და თუ ასე გააგრძელებ, რასაც მიიღებ, მაგას კარგად ნახავ და მიიღებ, ისე როგორც მისაღებია. მე გეუბნები ამას ერმილე ნემსაძე. სადაც გინდა იქ წადი და იქ შენ როგორც სახელმწიფოს ტერიტორიულ ღვევაში და სუსლოვის ოცნების ახდენაში არავინ არ მიგაღებიებს მონაწილეობას. გაიგე? პროკურატურაში არა, პროკურატურაზე უარესად მოგთხოვ პასუხს. ისე როგორც მოეთხოვება ამ ქვეყნის მტერს. გაიგე? აზიმუტი არის ომის ვეტერანების გაერთიანება და მტრებს ჩვენ ვებრძოდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის დროს. და შენ დარბი ხარ აქ და რასაც თავის დროზე სუსლოვი ოცნებობდა, იმას ლაპარაკობ მშვიდად. მოგეთხოვება. აი სადამდე მიგვიყვანა ქვეყანაში უსაფრთხოების გრევამ, არარსებულმა საგარეო დაზვერვის სამსახურმა, რომელიც მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს, არარსებულმა კონტრდაზვერვის სამსახურმა, რომელიც ნათესაური კლანებით და დაჯგუფებებით ივსება და კომპლექტდება, რა მოგვიტანა ირაკლი სესიაშვილის 18 წლის დუჩუნის დასაქმება მუშიშროებაში, ლელა ჩიქოვანის ეგრეთ წოდებულ გენერალად ქცეული ქალბატონის 24 წლის ჯარმოუხდელი შვილის თორნიკე ჩიქოვანის დასაქმება მუშიშროებაში, რა მოგვიტანა არაკომპეტენციამ, რა მოგვიტანა კორუფციამ, რა მოგვიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების ნგრევამ და ისმის კითხვა, რა იქნება ხვალ, რაც თესლის დავთესებ დღეს, ის გაღვივდება ხვალ. ამიტომ მე მოგიწოდებთ აბსოლუტურად ყველას, ვისაც ქართული დროშის წინაშე დაგიდვიათ ფიცი, შეიძლება უახლოეს მომავალში ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთობის დაცვა და ეს გახდეს აუცილებლობა. ვიფიქროთ ამაზე, ვინაიდან სახელმწიფო ნგრევა ხორციელდება და ამას ხელს უწყობენ სახელმწიფოს სახელით ეგრეთ წოდებული ადამიანები, რომლებმაც სული გაყიდეს სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურებში. მოგესალმებით, მეგობრებო. გუშინდა ჩვენ ბლოგზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს ერთიანობის დაუძინებელ მტერს იური ღვინჯილიას, გაჟღერებული იქნა და გაშუქებული იქნა მისი დამოკიდებულება ერთიანი საქართველოს მიმართებაში, რომ თურმე საქართველოს ძირძველი და განუყოფელი კუთხე სამეგრელო უნდა იყოს გამოყოფილი, უნდა იყოს კოლხური კულტურა ცალკე შექმნილი და არჩევი საქართველოსთან, მოყვა ძალიან დიდი ნებათა ღელვა. სამწუხარო არის ის, რომ ორგანიზებული ჯგუფი თურმე ამ ადამიანს საკმაოდ ბლომატყულია და 1000 რაღაცას გვაბრალებენ, გვეუბნებიან, რომ თურმე გამოვიდა ისე, რომ იური ღვინჯილია არის მთელი სამეგრელოს სახე, ლამის. გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ ვართ მეგრული ენის, კოლხური კულტურის მტრები, სვანური ენის მტრები და ასე შემდეგ. მოკლედ, პროვოკაციას აშკარად აქვს სახე მიცემული ყველაფერი. უშიშროების სამსახურები პრაქტიკულად საკუთარი სამშობლოს მიმართ აწყობენ ღალატს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამას ამხელა უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და დღეს ჩემთან ერთად ჩემი სტუმარი არის ჩემი ძმადნაფიცი, ჩემი მეგრელი ძმა უჩა გუგუჩია. ახლა აკეთებ ეს არის ქვეყნის ღალატი რა. ესეთი ხალხი და ასეთი ზუგდიდელების არაფერი არ წავს და ასეთი მეგრელობის რა. ჩვენ ყველანი ვართ ქართველები სამეგრელოს კუთხიდან
და ასეთი ხალხი ჩვენ კუთხეს რჩევს ხებენ. ესენი არიან მოღალატეები და ამათ ვინ აქეზებს და ვინ სამის უკანს გავს, მაგაზე უარესი მოღალატეები არიან ეგენი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამათ ვიღაცა შემოერმეგე ვიღაცა დგას ამათ უკან და ვიღაცას აწყობს დესტაბილიზაცია სამეგრელოში. ამას მეგრელი ხალხი ამას დარწმუნებული ვარ არ დაუშვებს და მინდა მიმართო სამართალ დამსავ ორგანოებს, როზე მიიღოს შესაბამისი ზომები და არ გააჭაჭანონ ასეთი კაცი, როგორ უნდა გამოდიოდეს ზუგდიდის ქუჩებში და როგორ უნდა გადაგებდეს ამას. რას ქვია? დამოუკიდებლობა და რას ქვია სამეგრელოს გამოყოფა. ეს სიცხვილეა, მწვენეა. რა უთქვა ესეთ მეგრელს და ესეთ ქართულ ადამიანს, რომელს ამას მოითხოვს, ვინც ვანი იყოს, სამეგრელოდან იყოს, ესენი არიან ერის მოღალატეები. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ და მათი მიზანი არის ერთადერთი, რომ მეგრული ენის დაცვის სტატუსის ფარგლებში იქნას წამოწეული უშუალოდ მთელი სამეგრელოს პრობლემას. გვინდა უკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს. შეგახსენებთ, რომ თქვენი საუბარი იქნება მხოლოდ დაალოდოთ ოპერატორს. თქვენ გიკავშირდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე დავით ნემსაძე და მინდა გავაკეთოთ ჩემი კომენტარიც და აღშფოთებაც იმასთან დაკავშირებით, რაც ზუგდიდში ხდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს არც პრესსამსახური და არც კონკრეტული დანაყოფები ამ დანაშაულებრივ ანტიკონსტიტუციურ ფაქტს არ ეხმაურებიან. მე საუბარი მაქვს მეგრული ენის თითქოს და დამოუკიდებლობაზე, სამეგრელოს გამოყოფაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან, რომელსაც იური ღვინჯილია ესეთი პერსონა უდგას სათავეში და მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე არანაირ ღონისძიებებს სამართლებრივს არ გეგმავს. თუ ეს არის გახარია სოლიდარობა ბატონი ღვინჯილიას მიმართ, თუ ეს არის იზორია სოლიდარობა ბატონი ღვინჯილიას მიმართ, მაშინ გვაცნობეთ საზოგადოებას და თუ ესეთ სეპარატისტულ ჯგუფებს შეუძლია დაანგრიოს ქვეყნის კონსტიტუციური ერთობაც, ამის შესახებაც განგვიცხადეთ ღიად. როგორ გამიგეთ? ვაცხადებს სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ნარებრძვის საქართველოში მცხოვრებ არც ერთი რჯულის ადამიანს, მით უმეტეს ღვიძლ ადამიანებს, უბრალოდ აქ არის პრობლემა. ეს ხალხი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტები, რომლებიც უნდა იყვნენ პასუხისმგებლობრივი. სახელმწიფომ არ გააკეთა რეაგირება თუ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ბატონი გახარია, ბატონი გომელაური არ იქნა გამოძახებული პარლამენტში და ახსნა განმარტებები არ მოეთხოვათ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს წაახალისებს სეპარატიზმს. საქართველოში არის სხვადასხვა მხიფე ნიადაგები, რითიც შეიძლება თავისუფლად ისარგებლოს უცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვამ და შეგვექმნას ჩვენ სხვადასხვა ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი პრობლემები, რომელსაც ჩვენი დღევანდელი შეიარაღებული ძალებით და დღევანდელი უსაფრთხოებით სამწუხაროდ თავს ნამდვილად ვერ გავართმევთ ამ ისედაც მხიფე ნიადაგში, რასაც კავკასიური კონფლიქტოლოგია ჰქვია. მადლობთ ყურადღებისთვის.